ბავშვებზე დღეს განსაკუთრებულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 1 ივნისია კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვიერთს და გილოცავთ ამ დღეს, გილოცავთ ნინოობას, ყველა ნინოს და მე ძალიან მიხარია, რომ გავაგრძელებთ იმ თემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. დღევანდელი ჩვენ მშობლების სტატუსით ძალიან განვიცდით იმას, რომ ბავშვებს თითქოს თანამედროვე ბავშვებს კითხვა არ უყვართ. სხვათა შორის მოდით შევთანხმდეთ, რომ არც ჩვენ რო ვიყავით ბავშვები, იშვიათი იყო, რომ თავისი ნებით გვეკითხა. მე მაგალითად 2 დავართ სახლში და ჩემი დას არაფრის თქმა არ უნდა და თვითონ კითხულობდა. მე მახსოვს აქნობიდან აქნობამდე უნდა წამეკითხა, რომ ეზოში გავეშვით ჩემ მშობლებს. ანუ ეს თემა არის, როგორც მუსიკაზე ვილაპარაკეთ, ხო რაღაც ასაკამდე ხანდახან ზოგ ბავშვს დაძალება უნდა, დაინტერესება უნდა და მე ან გიყვარდება და ან ანებებს სამუდამოდ თავს, ხო და დღესთან აი ამ ჩვენს რეჟიმში, როდესაც ყველაფერი ძალიან მოკლეა, ყველაფერი ძალიან სწრაფია, ძალიან რთულია, რომ ბავშვი დიდ ყდიან წიგთან ერთად დასვა და ეს აკითხო. ძალიან მიხარია არაჩვეულებრივი სტუმარი. საბავშვო მწერალი მარიამ ციკლაური ყავს. თუმრად უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით, რადგანაც თქვენთვის როგორც საბავშვო მწერლისთვის ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საჭირო საკითხია, იმიტომ რომ რაღაცამ გიბიძგათ თქვენ იმისათვის, რომ სწორედ ბავშვებისთვის გეწერათ. ეს ერთის მხრივ ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მეორეს მხრივ ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც სულ რაღაც წილად ბავშვად რჩებით, იმიტომ რომ უნდა ბავშვის ხო, ინტერესი გაიგო და სულ ალბათ ცდილობ რომ იქ იყო. ჩვენი და პირადად აი ჩვენი საბავშვო ავტორების რაღაცა ყოფის ფუფუნება, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ იმ სამყაროში რჩებით. თუ არა ბავშვი რომელიც შენში რჩება დიდხანს, აი თუ არა ეს ბედნიერება, თუ არა ეს განცდა, ალბათ რთული იქნება ბავშვებისთვის წერა, რადგან ჩვენ ვაუბრობთ რომ ადვილია, არა პასუხისმგებლობა გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ეს ბედნიერი შრომაა, როგორ გითხრათ, ბედნიერი შრომა, აი ნათელი, მზიანი, როგორც ჩვენი პატრები მღეროდნენ ახლა, აი ეგ მზი არის ჩვენ საქმეში და მადლობა ამისთვის. და რა არის ის მზე, რომელიც უნდა გავუზიაროთ წიგნით ბავშვებს? აი, ქალბატონო მარიამ, რამდენად თვლით, რომ დღეს ჯერ ეს ერთი ალბათ თქვენ როგორც ავტორი მაინც ასე თუ ისე მეტად ხართ გათვითცნობიერებული იმაში, თუ რამდენად კითხულობს დღეს ჩვენი ბავშვი, რა ასაკიდან კითხულობს და რა არის მათი მთავარი ინტერესი? იცით რა არის ინტერესები ხა დღევანდელი ბავშვის საერთოდ თვალსაწიერიც, არეალიც, ეს ტექნოლოგიური უამრავი სიახლე, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. ამ ყველაფერს ბავშვი ისევე ისრუტავს, როგორც ყველა პერიოდში, საერთოდ ბავშვის გონება და ბავშვის სული იმ ზათარი ყველაფრის მისაღებად. მაგრამ ეხლა ჩვენ ცოტა ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს, იმიტომ რომ ის ძალიან იოლად ძლევს რაღაცა, იოლად სკროლავს, მაგრამ მე ვამბობ, რომ კითხვა ეს შრომა არის, საკმაოდ დიდი შრომა, ნებისყოფასაც ითხოვს შენგან განწყობას, ის სიმყუდროვეს, რომელიც თითქოს ცხოვრებამ დაკარგა და ამ შრომას ამჯობინებს ბავშვი, რა თქმა უნდა, უფრო იოლად გართობას. მე ჩვენ ამაზე გული გვწყდება, მაგალითად ავტორებს, მშობლებს, ბებუებს, რა ვიცი, ყველას ბაბუებს, რომ ჩვენ გვინდა რომ იკითხოს ბავშვი, დაჯდეს, ამ კითხვით განავითაროს, ნუ ყველაფერი ახლა აღარ ჩამოთვლი, ლექსიკა, გონება, ფანტაზია, სულიერება, რა ვიცი, ყველანაირად უნდა წიგნიერი იყოს ჩვენი შვილები და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რაღაცა ისეთ საქმეებს არ ვაკეთებთ ჩვენ ზოგჯერ, რომ არც კი ვფიქრობთ იმას, რომ არ ვაკეთებთ. აი მაგალითად, მაგალითი პირველ რიგში, მაგალითი, აი მშობელი რას კითხულობს, როგორ უდევს წიგნის სულ, როგორ აი თან დააქვს, მაგალითად ტრანსპორტში იქნებით რაღაცა, ეს მშობელს უნდა უყურებდეს ბავშვი, რომ ის კითხულობს, მშობელი კითხულობს, რომ ოჯახში მნიშვნელოვანი ღირებულებაა წიგნი. აი ეს ღირებულების ის რაღაცნაირად მივჩქმალეთ, ღირებულებაა წიგნი, მნიშვნელოვანი. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ კარგი ხარისხის მობილური, ნუ კი ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რაღაცა განასიღარიბის გამო ვერ ყიდულობს ბავშვის მშობელი ვთქვა წიგნს, ან განა რაღაც. აი ეს არის ის თითქოს, რომ არის მნიშვნელოვანი. მე ჩვენ გადავხედოთ ჩვენ ბიბლიოთეკებს, აი როგორ მდგომარეობაში გვაქვს ბიბლიოთეკები. ყველა უბანში უნდა იყოს რაღაცა თანამედროვე აღჭურვილი, გარემონტებული, გაფერადებული, ლამაზი ახალი წიგნები.
გაგაცნობთ, იმიტომ რომ წიგნი ძალიან ძვირფასი ნივთია, საგანია, რომელსაც ბავშვს კი პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ, მაგრამ მაინც რაღაცა ის ძველდება, ის რაღაც ეხა ამას წინათ მინდოდა ვეძებე სულაკაურის, არჩილ სულაკაურის ჯადოსნური კაბა არ არის სამწუხაროდ გამოცემული, აი თანამედროვე წიგნად. ფანტასტიურად კარგი ზღაპარია. ძალიან ეხმიანება თანამედროვე ჩვენ ყოფასაც, მაგრამ აი არ არის და ისეთი ძველი წიგნი და ისეთი დაფლეთილი და ის წამოვიღე ბიბლიოთეკიდან, რომ აი მე თვითონ აღარ მინდოდა იმასთან აი იმ საგანთან ურთიერთობა ისეთ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ეს ყველაფერი ვიზუალური მხარე, რომელიც ჩვენმა ცხოვრებამ წინა პლანზე წამოწია, გვინდა არ გვინდა. დღეს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ლამაზი იყოს ყველაფერი და უნდა იყოს კიდეც. და აი ამ გარეგნულ მხარესაც ჩვენი ბავშვების საარსებო გარემოს, აი სკოლების ბიბლიოთეკებს, რომელზეც სულ მწყდება გული, რატო არ უნდა იყოს სულ ეს შვედეთის მაგალითი მომყავს, ყველა სკოლაში ისეთი ბიბლიოთეკებია, ყველა წიგნი შედის ჩვენ ბიბლიოთეკებში მაპატით გაგაწყვეტინებთ. მაგრამ აქ როგორი მომენტია ჩვენ ვართ გარკვეული თაობა, რომელიც ამ წიგნთან იძულებით, როგორც ლიზამ თქვა და ბევრი ჩემ მეც და ბევრი რომ იძულებით თუ სურვილით თუ შთაგონებით თუ ასე შემდეგ ამ წიგნთან რაღაცნაირად ვიყავით და ვიცოდით რომ ჩვენი ოჯახის წევრები უყვარდათ კითხულობდნენ, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივაც არ გქონდა მაინც და მაინც მართლა ითქვა. კინოთეატრი იყო ერთი, სადაც მივდიოდით ხოლმე კინოთეატრში, ისიც ყოველთვის არა და თუ ტელევიზორში იყო, რაიმე საბავშვო ხო შევხედავდით და ანუ აუდიოვიზუალური ხელოვნება, რომელიც ბავშვისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ხოლმე, მაშინ ასეთი არ იყო ჩვენ დროს. კი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ციფრულ თაობაზე. ადამიანებზე, რომელთაც შემეცნება უკვე ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს ამის აღიარება. ხო, ჩვენ გვიჭირს ამის აღიარება, მაგრამ სხვა საუკუნეში ვართ. რა თქმა უნდა. ამიტომ მე ხარ ამინდა გითხოთ, ჩვენ ვართ უკვე იმ ბავშვებში, რომლებიც უკვე სამყაროს აღიქვამენ არა დაწერილი ტექსტით, არამედ აღიქვამენ სურათ ხატებით. შესაბამისად, ლიტერატურის როლი შესაძლოა მწერლებმა სწორედ ამაზე ალბათ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ, არა იმაზე, რომ დავწეროთ წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში იქნება და მოაკითხავს ვინმე და წაიღებს. არა, მე მგონია, თუ თქვენ გეკითხებით, ასე ხომ არ არის. ხო არ ჯობია, ან როგორ ფიქრობთ, დღეს ხომ არ არის აქტუალური სწორედ ის ამბავი, რომ დავწეროთ ლიტერატურული პირველწყარო, ანუ ტექსტი, ისეთი, რომლის ვიზუალიზაცია შესაძლებელი იქნება და მასზე გაკეთდება უკვე ვიზუალური, აუდიოვიზუალური ნაწარმოები, იქნება სხვადასხვა ანიმაციური თუ არაანიმაციური ჩვეულებრივი ფილმი ან პატარა ნაწარმოები, არა, სხვადასხვა ტიპის, ხო, რომელთან მიმართებაშიც, რომლისგანაც ის მიიღებს შემეცნებას. ანუ შეიცვალა თუ არა თანამედროვე ავტორების როლი, რომლებაც უკვე ხატებად და სახეებად უნდა წერონ, რომ ადვილი იყოს რეჟისორებისთვის ამის გადაღება და მხატვრებისთვის. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არამც თუ სხვა საუკუნის, სხვა 1000 წლეულის ბავშვები გვყავს. ჩვენ სხვა 1000 წლეულის, მე არ ვამბობ რომ საუკუნის, იმიტომ რომ ჩვენ 1000 წლეულები შეიცვალდა. ეს კიდევ უფრო ასმაგებს და ათმაგებს აი იმ ცვლილებებს, მათ შორის მენტალურს და ემოციურ დამოკიდებულებებს და ყველაფერი. ესეც უნდა იყოს. ეგ რაც თქვენ თქვით, ეგ ყველაფერიც უნდა იყოს, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი? ვინ არის ამის გამკეთებელი? ავტორს ჩვენ უნდა ვთხოვოთ, რომ მან კარგი ნაწარმოები შექმნას, თანამედროვე ბავშვისთვის საინტერესო ნაწარმოები. და აი რა არის თქვენი აზრით? ის აი ჩვენი ქვეყნის როგორ გითხრათ, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, იმიტომ რომ არ ვთვლი მე რომ ძალიან ღატა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები ისეა განაწილებული, აი ნუ რაღაცნაირად ამაზე არავინ არ ფიქრობს, არავინ არ ზრუნავს. ერთადერთი რაც ეხლა ჩვენ ბავშვებს აქვთ, შეუძლიათ ამ წიგნების, აი მოსმენა, ვთქვათ, მანქანაში როცა სხედან ბავშვები და მიდიან ან სკოლაში ან რაღაცა მშობელი ჩაურთავს და შეუძლიათ მაგალითად რაღაცა საბადან ან სხვა პლატფორმებიდან ისმინონ აუდიო წიგნი, ისმინონ, მაგრამ მარტო მე კი არა, მე ვინა ვარ. ესე იგი, ჩვენ საერთოდ დავკარგეთ ქართული საბავშვო ფილმი. იშვიათი რამდენი წელი ვიწვალეთ, რომ აი ერთი მიუზიკლი დავდგით
თქვენ სტუმრად გყავდათ ნინო ჩხიკვაძე ზუსტად 2 დღის წინ და ნუკრი კაპანაძის სტუდია. რა წვალების ფასად ეს მოვიდა? კი დაგვეხმარენ, მაგრამ წლები მოუნდა. ამას რამდენი რამე გვაქვს, რასაც ვერ ვაკეთებთ და მე არ ვიცი, მე მივდივარ მანდრო. აი მაგ ყველაფერზე უნდა მიუზიკლის ავტორის თქვენ ხართ ხო გამართული. ეს რა ქვია, აი მაგ ზრუნვის მიმართულებას მე არ ვიცი. ხა ავტორი, რომელიც დიდად შემოსავლით, ესე იგი ვერ დაიკაბახებს ჩვენი საგამომცემლო სეგმენტებიდან, ისეთი არის წიგნის ბაზარი, რომ ეს დიდი არაფერია, რომ ისიც ვაკეთო, ისიც გავაკეთო, მე ვერ შევძლებ. მე ნატრება, რომ წიგნი გამოვცე, რომელსაც დავწერ. მაგრამ ის ვიღაცა ეტყობა, არ ვიცი მე ეს რა მიმართულებებია, რა სტუდიებია, რაღაცებია, ალბათ ისინი უნდა დაფინანსდნენ, ალბათ რაღაცა უნდა იყოს, არ ვიცი, თორე რას ამბობთ, ქართული საბავშვო ფილმი, აბა ბოლო ფილმი დამისახელეთ, ქართული საბავშვო ფილმი. არ დადეგებს არ ვამბობთ. ვერ დამისახელეთ. ან ქართული საბავშვო ზღაპრები ხო საერთოდ 1-2 და 5 თითიც გეყოფა ქართული ზღაპარი სისკარაბახსოს. თვითონ თემატურად აი თქვენი აზრით რა არის ის, რამაც შეიძლება ბავშვი დააინტერესოს? დღევანდელობა. ბავშვებს უყვართ წიგნში, აი იდენტობა თავისი რომ დაინახონ, რაღაცნაირად ხო და პრობლემები, რომელიც ბავშვს აქვს, ყველაფერი უყვარს ბავშვს, ზოგს ფენტეზი მოსწონს, ზოგს აი ეს რეალური თავის კლასზე და ნუ ვითომ თავის კლასზე, მაგრამ აი თავისზე მოყოლილი ამბავი უყვარს და ყველა თემა, რომელსაც ზოგადად მსოფლიო საბავშვო ლიტერატურა ქმნის და წერს, ეს იქნება ნუ რა ვიცი, ლტოლვილობის თემა გინდა, ბულინგი გინდა, ხო, სხვადასხვა. ეს საბავშვო ლიტერატურა მართლაც არის ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან დაყოფილი სეგმენტება დასაკობრივად. კი, სულ აი 2 წლით არის ხო, ეგრე რაღაცა ბავშვებს უყვართ რაღაცა ისეთი გამოგონილი პერსონაჟები, ყველა ასაკს თავის მოთხოვნა აქვს, ხო, 5 წლამდე თუ ცხოველი უყვარს ძალიან ნაწარმოებში, მე უკვე 6-7 წლიდან უკვე კიდევ ერთი რამე უნდა გკითხოთ, აი ნახეთ, მე ხა დავაკვირდი, თუნდაც აი ჩემი შვილის მაგალითზე პატარაა. თითქოს ძალიან ისეთი პოპულარული ტექსტებიც და ფილმებიც მე გადაღებული ამაზე, თქვა ლიტერატურულ საფუძველზე და სადაც არის ერთის მიერ მეორის რაღაცნაირად წვალება, მოდი ესე დავარქვათ, აი ტომი და ჯერიდან მოყოლებული. ხო თითქოს ხო გადასარევი მულტფილმია, მაგრამ ეს დავაკვირდი, რომ ბავშვებში იწვევს გარკვეული ტიპის არაჯანსაღ შემდგომ ქცევას, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ გონია, რომ აი ეს არის ნორმა, როდესაც ვიღაცას აწვალებს, მე ის აი რაღაც გადმოვარდება, არაფერი არ ტკივა. ანუ რა მინდა გითხოთ, აი ძალიან ფაქიზად არ უნდა მივუდგეთ ასე დროს, იმიტომ რომ ჩვენ რო გონია, რომ საყვარელ პერსონაჟს ვხატავთ ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს ფაქიზი პერსონაჟი და საყვარელი პერსონაჟი რაღაცა მოძალადე პერსონაჟია, რომელიც რაღაცა თაგვი აბოლინგებს ყოველთვის ამ საწყალ ხატას და აი საშინო დღეში აგდებს. კატის მხარეს ხარ. თქმა უნდა, საშინო დღეში აგდებს ამ საბრალო კატას, რომელსაც არაფერი დაუშვებია გარდა იმისა, რომ თაგვთან ბიოლოგიურად აქვს კონფლიქტი, მაგრამ ნუ ანუ ზოგადად ახლა რა არის, იცით, ეს აგრესია, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ ქვეყანაში არის დიდი პრობლემა, დღევანდელობის პრობლემაა, ეს რაღაცა მოძალებული აგრესია, მოძალებული ბულინგი, მოძალებული აი რაღაც დაუნდობლობა, ზოგჯერ ისეთი სისასტიკეები ჩადიან ბავშვები, ეს ჩვენი საყვარელი და განსაკუთრებით ბავშვები, დაუნდობელია და ყველაზე სასტიკი. თავისი ბუნებით და ბევრი უნდა ვიშრომოთ ამისთვის, მაგრამ ეხა როგორ გითხრათ, ამ მულტფილმებს იმხელა ინდუსტრია აქვს, ზოგადად მსოფლიო ინდუსტრია, ეხა არ გესწავლებათ ეგ, აი, ნუ ვერ აღუდგები წინ, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეხა სულ ესაყურებინო, ეგეც არ არის. არა, ამას ვამბობ, რა პერსონაჟები როგორ უნდა შეირჩეს მწერლების მიერაც, სწორედ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქაც ეს ტექსტებია, რამდენადაც აი ფუნება არ გაგვაჩნია, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენთან იმაზე მხატვრულ ფილმებზე მარტო კი არა, ნახат აი მულტიპლიკაციურ ფილმებზეც ლაპარაკი კი არა, საერთოდ ზედმეტია. ეგ არის უკვე, ეგ არის მაგაზე აღარც ვოცნებობთ. სამწუხაროდ ისეთ დღეში არიან ქართველები და ხა სხვაგან, აი მაგალითად ჩვენ ზღაპრების დაუნდობელია ძალიან ხშირად. იცით რა არის ზღაპრებში კიდე, აი ზღაპრების სხვა საკითხია. ზღაპარი კიდე სხვანაირად ასწავლის ბავშვს რაღაცებს და ნუ ადაპტაციებიც ხდება და იქ საჭიროც კი
არის რომ ის სიკვდილიც გაიაროს, ყველაფერი ეს საჭიროა, მაგრამ აი ეს გამუდმებული, როცა მეორდება სულ მონოტონურად ერთი და იგივე, რასაც რომელი ფილმიც თქვენ ახსენეთ, ნახატი ფილმი. ეგ ძალიან ძნელია. აი მე მაგალითად სტრესები. ხო, თან სულ მუდმივად საშინელება ის მაშა და დათვეს რუსული მულტფილმი, ესე უბრალოდ საშინელი ეს არ უნდა აჩვენოს ბავშვს, იმიტომ რომ მე იმ ბავშვს გქონია რომ ეს მაშა რომელიც არის ტერორისტი რეალურად საწყალი დათვის მიმართ არის კარგი და ბაძავს ამას. მე მან მეორე პრობლემა ლაპარაკი არ არის და ბავშვებს მე ალაპარაკებაც უჭირს. საკითხებზე შეიძლება ეგ ცალკეთება, ნამდვილად უღრმესი მადლობა რომ მოხვედით და უღრმესი მადლობა იმისთვის რომ მაინც ამ თქვენ ბავშვს აცოცხლებთ ასე კარგად თქვენში და ამიტომ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო რამე ძალიან საპატიო საქმე, ძალიან კარგი საქმე. ძალიან დაუფასებელი საქმე. მადლობელი ვარ მე პირადად რომ ეგ მერგო მარგუნა რაღაცა ბედის წერა ეგ საქმე. დიდი მადლობა მოსაქმიანობაში. დიდი მადლობა. მადლობისთვის და დიდ წარმატებებს გისურვებთ.